ladies and gentlemen, მე ვიყიდე ყველაზე პოპულარული ბლოგერების ბილეულობები. ეს არის Mr. Beast-ის შოკოლადები, Feastables, კაროლ გუმის, Mr. Beast-ის მეგობარია და Prime-ის სასმელები. და მოდი დავიწყოთ Mr. Beast-ის შოკოლადებით, რადგან ძალიან მეინტერესებს მაგის გასინჯვა. Mr. Beast-ი 326 მილიონი subscriber-ით. თქვენ იცნობთ Mr. Beast-ს როგორც ყველაზე მდიდარ და გულუხ ბლოგერად, რომელიც ქმნის დიდ შოუებს. უბრალოდ ჩუქნის ათასობით დოლარს, მანქანებს, სახლებს და ნივთებს უბრალოდ გამვლელ ხალხს ან გამომწერებს. მოკლედ ყველაფრის უხვად გამცემია. Mr. Beast-ი ქველმოქმედებითაც არის დაკავებული. Village in Kenya get access to და ძალიან ბევრ ხალხს ეხმარება. აი მილიარდერია, რასაც ქვია და გამოუშვა თავისი ბრენდის შოკოლადები. აი თითქმის ყველა თავის ვიდეოში არეკლამებს ამ შოკოლადებს და ძალიან მაინტერესებს მაგის გასინჯვა. არასდროს გამისინჯია. საქართველოში არც არსებობდა მანამდე, სხვათა შორის სპარში ვიპოვე აი ეს შოკოლადი. მეორეც იყო ცისფერის, მაგრამ ყველა გატრხილები იყო და ვიფიქრე რომ სხვა სპარში შემეძლო მეპოვა, მაგრამ არსად აღარ იყო. და მე იმ სპარში რო დაუბრუნდი, იქაც აღარ იყო. მოკლედ გაიყიდა მგონი ყველგან. მარტო აი ეს შოკოლადების პოვნა შეგიძლიათ. ისიც ყველა სპარში არ არის. მერწმუნედ მთელი ქალაქი მოვიარე. მოდით დავიწყოთ აი ამ შოკოლადით. ვაუ, ძალიან მენანება მაგის გახსნა. პროსტ აი რელიკვია რა, აი შემიძლია პროსტა დავდო თაროზე და უბრალოდ ვუყურო. ეს შოკოლადი ღირდა 10 ლარი. ნიკეთი MG-ის ვიდეოც ვნახე, სადაც სინჯავდა ამ შოკოლადებს და ერთი შოკოლადი მაგას დაუჭდა 20 ლარი. საწყალე. აქ წერია რომ მხოლოდ 4 ინგრედიენტისგან არის შემდგარი. ოკეი. ძალიან ლამაზი შეფუთვა არის. კარგით, მოდით გავხსნათ და ვნახოთ. და ჩვეულებრივი შოკოლადის სუნელი აქვს. ვაუ. აბა ეს რო შევხედოთ, ესე გამოიყურება. აი უკვე რაღაც მინუს ვხედავ რომ განაწილების შანსი არ არის. ანუ გამოდის მეგობარს ვერ გაუნაწილებ. თუმცა რაღაც პლუსიც არის. სკოლაში თუ წაიღებ ამ შოკოლადს, უბრალოდ ეთყვი კლასელებს რომ ფიზიკურად ვერ გეგინაწილებთ. მაგის შანსი არ არის. კარგით, მოდით გავსინჯოთ. ყოველთვის მინდოდა აი მთლიანი შოკოლადის გასინჯვა. მაინც. ერთი რაღაც ვიცი, ნამდვილ შოკოლადს უნდა გქონდეს ხრაშუნა ხმა. ანუ რბილად არ უნდა ტყდებოდეს. ხმით თუ ტყდება, ესე იგი ნამდვილი შოკოლადია. შევამოწმოთ. ვაუ, ძალიან კარგი ხმა აქვს. მგონი, ნამდვილი შოკოლადია. შავი შოკოლადია თუ რა? ორიგინალ შოკოლადი არის. რას ნიშნავს? პროსტა შავი შოკოლადი არ მიყვარს, არა პროსტა. კაი, მოდით გავსინჯოთ. არ ვიცი რატო, მაგრამ უბრალოდ იაფიანი შოკოლადის გემოა. სამლარიანის. მოკლედ აი ამ შოკოლადის გემო აქვს რა. ტყუილად ფული არ დახარჯოთ. არანაირი შეკთავსი არ აქვს, პროსტა რძის შოკოლადია, მაგრამ რძის გემო არ არის. კაროჩე, მე არ მომეწონა, მართლა რო გითხრათ. ჩვეულებრივი შოკოლადია. მაღაზიაში რო შეგიძლიათ იყიდო სამლარად. 10 ლარის გემო ნაღდათ არ აქვს. ამას დაუწერდი 10-დან 3-ს. ოკეი, გავხსნით. ესეთია სიმართლე. აი ეს შოკოლადი წესით უფრო გემრიელი უნდა იყოს, რადგან რაღაც შიგთავსი აქვს, ფინათის, peanut butter-ია, მიწისთხილის კარაქიდან. რძის შოკოლადი peanut butter-თან. მხოლოდ 7 ინგრედიენტისგან არის შემდგარი ეს შოკოლადი. ნატურალურია თუ არა ეს შოკოლადი ერთი ლერწმი შაქარი არის, თეთრი შაქრის ნაცვლად. ვაუ, უკვე რესპექტი. Mr. Beast. რძე, მიწისთხილი, მარილი ვანილი ფხვნილი რძიანი შოკოლადი შეიცავს მყარ კაკაოს მინიმუმ 44%-ს. ვაუ, ეს ძალიან მაგარია. თუ შოკოლადი ნამდვილია, აუცილებლად უნდა ეწეროს რამდენი პროცენტიანი კაკაო აქვს შემადგენლობაში. ვაუ, აი მიგნა მაგის გასინჯვა 1%. აი, ესეც იქნება ეხლა ზუსტად ისეთი, რომ მეგობარს ვერ გაუნაწილებ. მაგრამ დამტრულია, რატო? ცოტათი გატყდა, მაგრამ არ აუშავს. ზუსტად ისეთივე სურნელი აქვს, როგორც იმ ნაგავ შოკოლადს. იაფიანი სურნელი. ზუსტად იგივენაირად გამოიყურება, როგორც ის. სურნელიც იგივე აქვს. შიგთავსი მეგონა რო არ ქონდა, ვაფშე არ ჩანს. ხმა რო ნახოთ, კი, მაგასაც ძალიან კარგი აქვს. ნამდვილი შოკოლადის ხმა. გავსინჯოთ.
ეს გაცილებით უფრო გემრიელია ვიდრე ის ნაგავი ბოდიშით. ბოდიში მისთერბის. ძალიან მაგარი გემოა ამას. იჩქარეთ სპარში შეგიძლიათ ტიპოთ კიდე ეგეთი. 9 ლარი და გიჟდებათ, მაგრამ ალბათ ღირს. მეფეს ვერ გეტყვით ახლა. მე მომწონს. ამას ვიდეოს მერე შევჭამ. ეს თქვენ მთლიანს. ძალიან გემრიელია. მიწის თხილის კარაქიც ძალიან მიყვარს. ალბათ 10 ლარის გემოა აქ რა. ამას დაუწერ 10-დან 9-ს. Not bad. 9-ს რადგან ძალიან ძვირიც არ ღირდა, 20 ლარი არ ღირდა. და კიდევ რა მაინტერესებს? ვიყიდე სპეციალურად Hershey's შოკოლადი. თქვენ როგორც იცით, Mr. Beast-ი ომობს აი ამ შოკოლადთან და თითქმის ყველა თავის ვიდეოში აგდებს ნაგავში, არ ვიცი, ანადგურებს. And prices aside, unlike Hershey's, და იმას იძახით, რომ მაგის შოკოლადი უფრო გემრიელია და უფრო ნატურალურია ვიდრე ეს. შემადგენლობა წავიკითხე და ნატურალური შემადგენლობა აქვს საკმაოდ. ერთი არ ქონდეს ნატურალური შემადგენლობა, რადგან აი ამ პატარაში 5 ლარი მივეცი. კარგით. ეხლა ვნახოთ და გავსინჯოთ და შევადაროთ Mr. Beast-ის შოკოლადთან. არასდროს გამისინჯავს Hershey's შოკოლადი. ასე რომ დავტესტოთ. ეს იქნება so nice. ამას უფრო კარგი სურნელი აქვს. რძის სურნელი აქვს, აი ჩანს რომ რძის შოკოლადია და არა რაღაც ხამი. ხმაზე ვნახოთ. აქ არის ელმონდები, ელმონდ ნატსი, ნუში. ხმაზე ვნახოთ. არ ხონდა ხმა. ანუ შითინგია. არა, მასეთი ხმა ნახდათ არ უნდა ქონდეს ნამდვილ შოკოლადს. რაღაც ვერ ხვდები რა. Alpengold-ის გემო აქვს ჩვეულებრივად. ამას დაუწერდი 10-დან 3-ს, რადგან Alpengold-ის გემოა. Alpengold-ის 3.5 ღირს, ეს პატარა პატუკა 5. და საზღვარგარეთ Alpengold-ი ლანახევარი ღირს რომ იცოდეთ. იცით რა? აი ეს ამას ჯობნის, მაგრამ ამას ჯობნის ეს. არ ვიცი. აქ რა არის? პალმის ზეთი უნდა იყოს. არ ვიცი რა არის აქ არასწორი, მაგრამ რაღაც დებლაბ გემო აქვს. იაფიანი შოკოლადის. მაგრამ Mr. Beast-ის შოკოლადები იმით მომწონს, რომ შემადგენლობაში ჩვეულებრივი შაქარის ნაცვლად არის ლერწმი შაქარი. ეგ უკვე პლუსია, ორივეშია შემადგენლობაში. Charlie ცნობილია როგორც Mr. Beast-ის მეგობარი. Mr. Beast-ის თითქმის ყველა ვიდეოში იღებს მონაწილეობას. აქვს საკუთარი YouTube არხი, 5 მილიონი გამომწერით და მან გამოუშვა საკუთარი ბრენდის ჟელებონები. ესეც არასდროს გამისინჯავს, სხვათა შორის ვიპოვე ბილიში 13 ლარი ღირდა ეს ფასდაკლები და ესეც 13 ლარი. მოდით ვნახოთ. ეს არა არის Green Apple. მწვანე ვაშლის გემო აქვს წესით. შემადგენლობა რა აქვს ერთი? არ ვიცი. არ ვერკვევი ჟელებონებში. წერია play to win $10,000. შეგვიძლია ვითამაშოთ და მოვუგეთ $10,000, რატომაც არა? აი აზრია. და აქაც წერია რომ ნატურალურია. აქაც წერია festivals-ი და რატო? არ ვიცი. მოდით გავსინჯოთ. გავხსნი. აი მაკრატელი მჭირდება. One second. მაკრატელი სტუდიაში. ძალიან მაინტერესებს როგორი გემო იქნება ამას. მაგარი ვაშლის სურნელი აქვს. ვაიმე, რა საშინელს გამოიყურე. ეს უნდა გაჩვენოთ მეგობრებო, რა. ანუ ამას შეხედეთ ეს რა. გამოიყურება აი ასე. ოკეი. კარგი, ლამაზად არ გამოიყურება, მაგრამ გემოზე შეიძლება დონეა. რა მოწმებთ? სურნელი კარგი აქვს. ნახო, ნატურალური სურნელი აქვს. შეგვიძლია მასეც ვთქვათ. ცუდი არ არის. ნატურალური გემო აქვს. არ დაკრავს რაღაც ქიმიის გემო. 10 ცალია შეფუთვაში და ღირს 13 ლარი. ძალიან ზურია იცით? These gummies are fire. ცეცხლი არისო რა ვითომ. მაგრამ ცეცხლის გემო არ აქვს რა. აი 13 ლარის გემოც არ აქვს. მინდა გითხრათ, ან ჩვეულებრივი ჟელებონებია კი შეიძლება ნატურალურია, გემრიელია, მაგრამ ცოტა, იცი, ცოტა. ეგ მომწონს. ამას დაუწერდი 10-დან 8-ს. რადგან ძვირია. მართლა ძვირია. გემრიელია, მაგრამ ძვირია. მინდა გითხრათ. მეორე raspberry არის, გემო, blue raspberry. ამას აქვს ლურჯი ჟოლოს გემო. ოკეი, ამას ეს ზუსტად იგივე რაღაცებია წერია, ყველაფერი ნატურალური და ასე შემდეგ. გავხსნათ და ვნახოთ.
აბა. ძალიან კაი სურნელია, ყოჩა, კარლ. აქაც რო ხატია ზასაყვალოა. არა, კაია, რომ ნატურალურს მაინც უშვებენ და არა სხვა ბრენდები ჩაულებრივი. აქაც საშილად გამოიყურება, თითქოს ვიღაცა მოკვდა უბრალოდ. ეს რატო გამოიყურება? მწვანე ფერის არის. ანუ რატო? ისიც მწვანე იყო, რა? არა, ის ყვითელი იყო, ხო? აი ესე გამოიყურება. და მოდით გავსინჯოთ. სურნელი კარგი აქვს, ნატურალური აქვს. გემრიელია, პასა გემრიელია. მე პირადად მიყვარს ჟელებონები და მართლა გემრიელია. თითქმის ყველა მაგასინჯური და გემრიელია. აქ თუ იყიდებოდა ეგეთი ვიყიდიდი აუცილებლად, მაგრამ 13 ლარად არა. 5 ლარად კიდე ხო, ჯანდაღავს. აი ის მომწონს, რომ შემიძლია დავღეჭო. და არა ჩვენთა მაღაზიაში რო იყიდება. ღეჭავ და არ იღეჭებ და პროსტა ყვაპავ. და დაგჭა ეს ორი პრაიმის სასმელი. ლოგან პაული 23 მილიონი გამომწერით YouTube-ზე და კსაი 25 მილიონი გამომწერით. ლოგან პაული არის პროფესიონალური რესლერი. And now look at Logan Paul. YouTube-ზე იღებს სხვადასხვა გასართობ ვიდეოებს, ხოლო კსაი არის, არ ვიცი როგორ იკითხება, მაგრამ იმედია სწორად ვამბობ. კსაი არის პროფესიონალური ბოქსიორი და მუსიკოსი, ხო, რეპერი. Slow man down like freezer. სტრიმერი, იუთუბერი, ინფლუენსერი და ასე შემდეგ რა, ძალიან ბევრი რამით არის დაკავებული. აქ არ გვაქვს ამდენი დრო რომ ყველაფერი ჩამოთვალო. ისინი Instagram-ში ლაივში გამოაცხადეს, რომ გამოუშვეს ახალი ბრენდი Prime Hydration, ხო, რაც გამოიწვია ძალიან დიდი გამოხმაურება სოციალებში. Prime არის სპორტული და ენერგეტიკული სასმელების ხაზი. შეიცავს კოფეინს, ელექტროლიტებს, რაც საჭიროა სპორტსმენებისთვის რთული ვარჯიშების დროს და შეიცავს სხვადასხვა კარგ მიკროელემენტებს. აი ზოგი აღმერთებს ამ სასმელებს, ზოგი კი იფურთხება. არასდროს გამისინჯავს პრაიმის სასმელები არც ერთი. შემადგენლობა კაია, აქ ერთი ვნახოთ რა. აი ვაუ, ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს მართლაც. გამაგრილებელი, მატონიზირებელი სასმელი, ალუბლის ნატურალური არომატით. ქოქოსის წყალზეა, 10% აქვს ქოქოსის წყალი. ვაუ. ოკეი, მოდით გავხსნათ, ვნახოთ. სურნელი? სურნელი ცოტათი, ანუ ქიმიის სურნელი დაკრავს ოდნავ, ანუ წყალს გავს რა უბრალოდ. აქ რა არის? რაღაც თმასავით იყო, მაგრამ ალბათ ჩემგან. ვერ ვიტყვი რა ბოთლში შემხვდა. ცუდი სუნი ეგ ძალიან. კაი, მოდი დავდივით, გავსინჯოთ. კაი გემო აქ. თუმცა ცოტათი მერე ქიმიის გემო დაკრავს. რო დაკლაპო მერე ცოტათი ქიმიის გემო დაკრავს. მაგრამ ისე ელექტროლიტები ნეტე არის, ზოგჯერ ვიყიდი. როცა მარათონს გავდივარ მაგალითად, ვინც არ იცოდა, მარათონებს დავდივარ, მე გამიწეჭები არხი და თვალიერეთ მან სურათები ყველაფერი მან მიდევს, მან მაქვს ატვერთული. ანუ ეს პროსტა მატონიზირებელი არის, ძალიან ბევრი კარგ მიკროელემენტს შეიცავს. ინგრედიენტი წყალი, ქოქოსის წყლის კონცენტრატი, ლიმონჯავა. მოკლედ, ანუ ვიტამინები არის უმეტეს შემთხვევაში. კოფეინი აქ არ წერია. ეს უფრო ვიტამინური სასმელი არის. ცუდი არ არის. ამას დავუწერდი 10-დან 7, რადგან ცოტათი ქიმიის გემო დაკრავს. 10-დან 7. ცუდი არ არის. მოდით ახლა ეს ვნახოთ. ესეც მატონიზირებელი სასმელი არის, ჟოლოს არომატით. აქაც ქოქოსის წყალია 10%, კარგია. სხვადასხვა მინერალური ვიტამინებია, მოკლედ, ცუდი არ არის. ესე პროსტა წყალს გავს, ცოტათი მოლურჯო ფერის არის. გავხსნათ, ვნახოთ. მე რა უბედურება არია. ლოგან პაულ გააკეთა ნორმალური თავსახური. ამას უფრო ნატურალური სურნელი აქვს. გავსინჯოთ. თქვენი ჯანმრთელობა, სპორტსმენებო და არასპორტსმენებო ყველასთვის. გემრიელია. აი ეს ორი სასმელი გემრიელია, მომწონს. მაგრამ ამასაც დაკრავს აი მერე რაღაც ცოტათი ქიმიის გემო. აი ჟოლოს ქიმიური აი რაღაც რო არ დამატებული რა. ნატურალურის გემო დიდად არ აქვს. აი ამ გემოს დამატების გამო. გემრიელია, მე მომწონს. აი ამას დავუწერდი
10-დან 900. Not bad. კაია. სხვათა შორის ეს 2 ღირდა, რამდენი? სადღაც 9 ლარი. ეს 9 ლარი, ეს 9 ლარი, ესეც ვიპოვე სპარში. დღევანდელი ტკბილეულობისგან რა იყო ყველაზე გემრიელი? ალბათ, აი ეს შოკოლადი, ეს შოკოლადი ყველაზე მეტად მომწონს. ვიყიდიდი ზოგჯერ Mr. Beast-ი მაგარი კაცია, თულს ჩუქნის ხალხს, ყველა მაგას არ გააკეთებდა. დაწერთ კომენტარებში რას გასინჯავდით თქვენ. ხოლო მე ამას დაგემშვიდობებით, შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის. იმედია მოგწონთ რომ ცოტათი განსხვავებულ ვიდეოებს ვდებ, რადგან წავიკითხე კომენტარებში რომ ადრე უფრო განსხვავებული ვიდეოები მქონდა და ეხლა მარტო გეიმინგს ვიღებ, ხო, ცოტათი ისეთია, ანუ ყველას არ მოსწონს ეხლა გეიმინგი, მით უმეტეს გოგოებს და ცოტათი მრავალფეროვან ვიდეოებს დავდებ დეკემბერში მაინც. ნახვამდის და დროებით. რა გავსინჯო კიდევ დამწერეთ კომენტარებში.